მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. ეხლა ვიმყოფები გლდანში, ილია ვეკუას 137 ნომერი, ეს არის გლდანის მეხუთე მიკრორაიონი. მეორე სართულზე, აი ამ კორპუსის, პირველ სართულზე მანქანების არემონტოა, არის ესეთი ძალიან კარგი სათევზაო მოწყობილობების, სალაშქრო მოწყობილობების, აღჭურვილობების ძალიან მაგარი მაღაზია. ამ მაღაზიას რომ მივაკვლიე, გამარჯობათ ბატონებო. მოგესალმებათ YouTube არხი უიარაღო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. აი ჩართეთ ახლა მიკროფონი და მოგლეთ ამ მაღაზიაში რომ შემოხვალთ. მეთევზავეების და მოთევზავეების მექა არის. უნდა გადავიღო აი ეს ანკესები. ძალიან ბევრი საინტერესო ანკესია მინდა გითხრათ სიმართლე. კარბონის ძალიან მაგარი ანკესები. რა თქმა უნდა, კაი და სივეიდა და ძალიან ბევრი ცნობილი კიდევ ფირმები არის აქ. უამრავი ანკესი. ნახეთ რა მაგარი კარბონი. მაშინ თუ აღარ გინდა. ხალხი რა თქმა უნდა სულ ყავს ამ მაღაზიას, ასე რომ ხალხთან ერთად მოგვიწევს ესეც? დავიწყოთ ჯოხებით თუ რომ საიდან დავიწყოთ? კი ბატონო, აი ეს წამი ამ ბიჭებს გაუშვებ რა. ეგ არის მოდი ჩვენ ჯოხებს გადავყვეთ. ესენი არის ფიდერის ჯოხები. ძალიან მაგარი. ჩვენი 50 გრამიანია ეგ. ესენი არის ტივტივაზე მოთევზავეების ჯოხები. მონტაჟი 50 გრამიანი მონტაჟი. ფსკერული ჯოხები. მონტაჟი მეორე. всё, ეგ არის. ლოკოსთვის, ეგენი არის კარპისთვის 50. და ეგრეთ წოდებული სპინინგები. სპინინგები აქ ორწვერიანიც ვნახე. მე ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ეს არის ჯექსონის ფირმის სპინინგები აქ. არის ძალიან ბევრნაირი, წვრილი, მსხვილი, უბრალოდ მარმიშინგისთვისაც არის fly fishing-ს რო ეძახიან. აჰა. ანუ გაშოლტვით თევზაობა ქვია ქართულად. გაშოლტვით თევზაობა რო ქვია. აი მაგის ანკესებიც არის, აი აქ. აწყვია. გაშოლტვით თევზაობის ანკესები. ამის კოჭები თუ გაქვს თქვენ? კი, კოჭები. შოლტის კოჭები. კი ბატონო, კი. მოდი ბარემო ჯოხებზე ვისაუბროთ. ზოგადად ფასებით თქვა და ხარისხებით თქვა. აი ეს ძალიან მომწონს ახლა ეს ჯოხი მაგალითად. ეს ჯოხი არის 60 გრამამდე, 360 აქვს სიგრძე. ანუ სუბუქი დონკას რო ეძახით სკეროს. ბატონო, ეს არის როგორი ჯოხი, აი ორივეზე რო იხმარა, აი რო იტყვიან ხოლმე ზოგი შემოვა და იძახის რომ აი მინდა რომ დონკაზეც ვიხმარო და ტივტივაზეც რა. რამდენი აქვს სიგრძე? 360 და 60 გრამამდე ტესტით არის. ეს ფიდერზეც გამოიყენე. ხო და მაგას ვიძახი, მძიმე არ არის. 90 ლარიღის ეგ ეხლა ეგ მაგარი ჯოხია ეს არის. ისია ეს სივეიდასია რა. ეს კარბონი იქნება. ამას იხმარ ჩვეულებრივად იმ ფიდერს. აი ყველაფერზე რო უნდათ ერთი ანკესი რო ქონდეთ და ყველაფერზე იხმარონ, აი ეგეთი თემა დაახლოებით ეს ჯოხია. არა ეს მაღალი დონის ფიდერია. ეგ ჯოხი. აი ეს კაი და როქებია ძალიან მაგარი ჯოხები. ეხლა რამდენი აქვს გრამი? ეხლა მივიღეთ ამას 100 გრამი აქვს და ნახეთ რამ სუბუქი ჯოხია რა. მეგონება იმენატივტივის ჯოხიაო რა. ხო. და სიგრძე რამდენია? ტესტით არის 360-ია ეგეც. ესეც 360. ესეთი მაქვს 100 გრამიანი, 80 გრამიანი. ესეც იმუშავებს სკეროლზე ჩვეულებრივად. მაგრად, არა ეს მაგარი ჯოხები, ეს ვიცი რა ჯოხიც არის რა. აუ ეს ჯოხი მომეწონა ძალიან რა. აუ ეს მაგრამ მომეწონა. ამით ეხლა 60 გრამამდე თუ აქვს ტესტი 50 გრამიანი და 40 გრამიანი იქ საგოგო და ჩვეულებრივად ითევზავებ. მაგით ის და აი ესეც მაგარი ჯოხია მაგან ბავში. აი ეს კაი და თრავილები. აი ამას 35 გრამი უწევია ჯოხი, მაგრამ ისა ტესტი, მაგრამ 50 გრამზე იმენა ატვეჩაივარ ჩვეულებრივად მუშაობს. გადმოვინაცვლოთ მადეინ კარპი. ეს არის კარპი, 360 გრამიანი ტესტით არის. აუ რა ხელა გასაყრელი ჯოხია. რავი. ხალხარია რა ღირს ეს ჯოხები? ეგ რის 360-იანი რის 80 ლარი და 3 და 90-იანი რის 90 ლარი.
მაგრამ ძლიერი ჯოხია. ეს ღირს 90 ლარი? 3.90-იანი, 3.60-იანი 80. 80. კიდე მინდა ეს 600 მეტრიანი ხო იცი რა არის? 14 და 90. 100 მეტრე გამოდის 2.58 თეთრი. ხო არ გადმოვყვეთ ბარემ ტივტივის ჯოხებსაც. კი ბატონო. ერთ წამით. მაინც პატარა ვერსია არა ყო? არა, პატარა ვერსიები აღარ არის, 300 მეტრიანები გქონდა ამასთან. ხო და იქ ცოტა ბიუჯეტურია, ასაწყობაც მინდა. რას ქვია აი ასაწყობად? მონტაჟის ასაწყობაც მინდა ეს ბოლოში. საპაუდო კილესკა გინდა? თუ არა? აი ეს რო იყოს ნახევარი სიტყვაზე ამდენი არ მჭირდება. არა, 300 მეტრიანი არ მაქვს, 150 მეტრიანები მაქვს. 32 ნახევარი რო იყოს წავა? მოდი ბარემ ჩვენ სანამ მოიცლის ჩვენი კონსულტანტი ძუებს შევხედოთ. ძუები არის ძალიან მრავალი. მონახე გავაწყობ. ფასებს იტყვის სავარაუდოდ ჩვენი კონსულტანტი რომ მოიცლის. 9.40. იყოს ეს იყო. აქ არის წნულებიც. კიდე მინდა ის ნული ძუა, კაპლონი ძუა. ბატონო ფიდერის. ესენი წნულებია თუ ისე ძუები? არა, ეგ ტრიდე ძუაა. ტრიდე. აი ეს კაიდა ტრიდე ძუები გვაქვს ძალიან მაგარია რა. ნაკლებად მეხსიერება აქვს, ძალიან პატარა. არ გორგოლავდება. წყალში არ ჩანს. 100 მეტრიანია 7 ლარიებს. რომ მაგარი ძუაა ძალიან. რაც ყველა გაყოფილია ამ ძუით რა. რასაც მიაქვს. და ტესტები სხვადასხვა გაქვს. ხო. 018 02 026 035. 026 ესენი 4 ლარიანი ძუებია, ეს კარბულაინს 4 ლარში უყიდით. ამებს 3 ლარში აი ამ კასტინგებს. ეს ტიპტივოზე იმუშავებს კარგად. 018 კი. აი აქ არის 018. მე მინდა 018. გამოგცემთ მე. მოკლედ გავაგზელოთ ხო? ფასები გვაქვს ძალიან დაბალი, ნორმალური ფასები გვაქვს რა. თეთრი მატლი. ძალიან მაგარი საკვებურები აქვს. ფასები აქვს ხალხო, აი მართლა მაგარი ფასები აქვს რა. ნემსკავები, მუსტადების ძალიან მაგარი ნემსკავები. აი თუ იმეს ეგ არის 24 და 2. გიხმარიათ მუსტადის ნემსკავი, აი თქვით რომ ძალიან მაგარი ნემსკავებია რა. კუმხოს ნემსკავებს ხედავ და ისევე მუსტადები. კაიდას ნემსკავებიც არის. მიკადოს ნემსკავებიც არის. ოვნერები არის. არ ფიშინგის მოწყობილობები გამზადებული. აი ეს არის გადასაგდები ფლეტები, კი ბატონო, შორს გადასაგდები ფლეტები. არის εν რაოდენობით საკვები თევზის სანათი მოწყობილობები. ძალიან მაგარი ფანრები. ფანრების ფასები რა არის? საიდან სადამდე მერყეობს? ფანრების ფასები აი აქ აქციაშიც აქვს ფანრები. ეხლა ის დაბალფასიანები არის კიდე, აი 10 ლარიანები არის. აი ეს ლენტა ფანრები რო არის, თავზე გასაკეთებელი. ისე ვთქვა, ზოგადად 10-დან სადამდეა, 10-დან 55 ლარის ჩათვლით არის, 55 ლარის ყველაზე ძლიერი ხო ძვირიანი. აი ბატონო. საკვები მოწყობილობები საიდან სადამდეა ზოგადად? 5 ლარიდან იწყება და 10 და 90 თორდება ეს პროსერიები ვაბიკის და ფლაგმანის 12 და 30 თორდება. აჰა. ისე 5 ლარად არის საკვები. აი ესენი. აი ეს საკვებული არის. დასაკვები არის. ხავსინჯა მამასთან მე გესწრებული. ამატარი. სემიჩკა და სუხარი. სემიჩკა და სუხარი. კი ამას აქვს ორი სამი ვერსია აქვს ეს. აი ესენი მაინტერესებს ზემოთ, აი ეს პატარა ბოილები. ეგენი არის სიმინდის ბურთულები, ოღონდ სხვადასხვა არომატებით. სხვადასხვა ძალიან კაია. 8.95 ის ეგეთი შეყრა და ეყოფა. ისეთი თუ გაქვს პლასტელინივით რო არის საკვებული, აი ფლეტზე რო იხმარება. ფლეტზე რო იხმარება. აი ესენი ძალიან კარგად, ის მეორეები გამითავდა, ეხლა ამ წუთას არ მაქვს ველოდები. ხო, თებით ხო რომ კი, ვიცი, პირდაპირ იხმარება, მაგრამ კი ბატონო. მაქვს აი ეს ბენტონიტი, ბენტონატი ქვია თუ ბენტონიტი. აი ეს ამას შეურევთ დასაკვებში
და რა კონსტიტუციასაც გინდა იმას მიცემ რა წებოვნებას არეგულირება ამით. კი ბატონო. ფლეტების ფასები ვთქვათ ბარემ. ფლეტის ფასები. საიდან იწყება, სად თავდება? ფლეტები გვაქვს ცალობაშიც. დიახ. აი ესე პირდაპირ. ხო. თავის დამტენით ეს ორივე თავის დამტენით დღის 6.80 ესა. შვენიერი ფასი. ეს ჯექსონის ფილმის პოლონურები გვაქვს, ნუ შედარებით ძვირი ღის, იმასთან შედარებით. კი ბატონო. სადღაც 10 ლარი, 11 ლარი ესე წონების მიხედვით და ესენი გამზადებულები არის თუ არ ვცდები 5.80-ში. და ეს ეგრეთ წოდებული სათევზაო ნემსკავები ჩვენ რო პავადოკებს ვეძახით, ესენი რა ფასიანებია? თმიან მონტაჟებს ეძახიან ხო, ამას, ხო. კარპზე გამზადებული. ესენი გვაქვს, ეხლა ამ წუთას გვაქვს 2 ნომერი, 6 ნომერი, 8 ნომერი, 4 ნომერი გამითავდა. ესენი ღის 8 ლარი თავის სტოპერებით, ესე გამზადებული 6 ცალი კრუჩოკით, 2, 4, 6 კრუჩოკით რა. აი ესე როგორც არის 1 ცალი ღის 8 ლარი. თავის სტოპერებით. ბარემ ამ კუთხის ფასები ვთქვათ და ავიდეთ ზემოთ, აი ეს. ბომბარდები ძვირი არ ღის, ბომბარდები ცალი ღირს 3 ლარი, 3.50 ესე. აი ეს ფიდერის ისენი არც ესენი ღირს ძალიან ძვირი, ესენი ღირს. ჯექსონის ფილმის კი არის პოლონურებია. ევროპიდან ხო იცით ცოტა ძვირიжდება ხოლმე, მაგრამ არ არის ძალიან ძვირი, 2.95 ღირს ეს თუ არ ვცდები. ესეც ეგრე 3 ლარამდე. კი ბატონო. ეს ღირს 3.5 როგორც მახსოვს, ესეც ეგრე უნდა იყოს. კი ბატონო. ამიტომ რომ ესენი ფიდერზე ვინც თევზაობს, ბევრი ყიდულობს კი და ბატონო, აი ეს შეება ბევრი წყალში. გამზადებული ბოილებისთვის ახლებულ მონტაჟებს ეძახიან ამას პირდაპირ აი ამ ესე ვთქვათ ჩხირებზე პირდაპირ ბოილს შეურჭო და არაფერი აღარ უნდა არც სტოპერი უნდა არაფერი არ უნდა პირდაპირ გამზადებული ფასები რა აქვს ამ გამზადებული ეს 6.90 ღირს რამდენი ცალია შეგინი გეტყვით ახლა 8 ცალიანი აქეთ ესენი ეგენიც ეგრეა დაახლოებით ფასები ეგრეა მოდი ბარემ ჯოხები მოვრჩეთ აქ ხალხს ვერ გამოვლებთ და ჯოხებზე გადავიაროთ ორი სიტყვით ფასები ვთქვათ და ჯოხები რაც შეეხება ახლა ტიტივის ჯოხებს რა ეს არის კაიდას ფილმის ჯოხები დიახ 4 მეტრიანი და 5 მეტრიანი სიგრძის 4 მეტრიანების 55 და ეს არის კაიდა მონარქი ყველაზე მსუბუქი რომელიც არის ეს ღირს 69 ლარი 5 მეტრიანი 79 ლარი 74 72 ეს კაიდასაც შეეხება გვაქვს კიდე კაიდას პროსერიები ეს კაიდა როქი საკმაოდ მაგარი ანკესებია წერა რომ გაჩვენეთ 100 გრამამდეც არის მეთქი აჰა ესენი მაქვს 3 მეტრიანი 4.30-იანი ესენი ტივტივის არის 3 და 60-იანი და მაქვს იგივე სერიის პროსერიის ჯოხები ახლა ჩამოგვივიდა 3 და 60-ები 100 გრამიანი ტესტით და 80 გრამიანი ტესტით მაგარი მსუბუქი ჯოხებია ძალიან მომეწონა სხვათა შორის ეგ კი ბატონო 2 სიტყვა თქვა სპინინგის ჯოხებზე ძალიან მომეწონა ეს ორწლიანი გვაქვს ძალიან ბევრნაირი თითქმის ყველანაირი გრამაჟით რა ვიცი ეგ თვითონ მომხმარებელმა უნდა არჩევოს ფასები ვთქვა საიდან სადამდე იწყება ფასები 20-25 გრამი ისა 5-დან 25 გრამამდე 45 ლარიდან იწყება და მიდის ზევით რა 70 75 78 100 102 108 რა ვიცი ძალიან ბევრნაირია რა კი ბატონო გვაქვს ასევე მახის ჯოხები ხო 5 მეტრიანი 5 ნახევრიანი 6.10-იანი 7 მეტრიანი 6 მეტრიანი რა ვიცი ძალიან მახის ჯოხებით საკმაოდ დიდი არჩევანია მახის ჯოხები ძვირი არ არის 55 ლარიდან იწყება და თავდება 155 ლარით თუ არ ვცდები არა 179 ლარით დაჟე 7 მეტრიანი ნემსკავებზე ვისაუბრეთ საკვებურებზე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა არის εν რაოდენობით სხვადასხვა ზომის ტყვიები ეგრეთ წოდებული ცალობაში ისევე ნემსკავები ზუები და აქ მინდა ვისაუბრო ძალიან ბევრი სატყუარებია ეგრეთ წოდებული ყანყალები და ეგრეთ წოდებული ტრიალები ძალიან ბევრი ფირმის არის შეგიძლიათ მობრძანდეთ ილია ვეკუას 127 ნომერი აი ყანყალების და იმის ფასები რომ მითხრათ რა ტრიალების
მოკლედ ძვირი არ არის ჩემო ბატონებო და ქალბატონებო, ვინც მიყურებთ და გიყვართ თევზაობა, ძვირი არ არის, მობრძანდით. ნახეთ, ძალიან კარგი ფერის ობლერებია. მოკლედ მაგარი მაღაზიაა, საქონელი და პროდუქცია ბევრი აქვს. ესენი არის კოჭები. რა თქმა უნდა, უმეტესობა აქ პროდუქციის არის ჩინური, მაგრამ გამომდგარი პროდუქცია არის და ხალხმა რო იხმარა და იციან, აი ეს პროდუქციაა ზუსტად. აქ ვანკესების და ჩიხოლების ძალიან ბევრი არჩევანია. არის სათევზაო ვანკესების ჩიხოლები, არის ჩემო ბატონო ძალიან კარგი ჩანთები, ვისაც ლაშქრობა უყვარს და ასევე სროლა უყვარს, არის მსროლელებისთვის ძალიან კარგი ჩანთები, იარაღის ჩასადები. არის ძალიან მაგარი ღვედები და ძალიან მაგარი ფასებში. ვისაც იარაღის ღვედის შეძენა სურს, მობრძანდით. ნახეთ, აარჩიეთ. აი ეს ძაღლის საპირეები, ქუდები, ჩემო ბატონო. არის კარვები, არის ლოგინები, გასაშლელი და სკამები გასაშლელი. აი ეს კარპის სკამი რა ფასშია? 165 ლარი ღირს, აი ეს კარპის სკამი. ძალიან მაგარი სკამია. და კარგი დასაჯდომია. მოწყობილობები, საველე, საჭმელის მოსამზადებელი. მოწყობილობები, კარვები, პარალონები და საძილე ტომბრები. რა თქმა უნდა, არის ქურთუკები, შარლები, მონადირის და მეთევზის აღჭურვილობა. აი ეს ფიდერის ფეხი რა ღირს, სათევზაო. თუ იცით. აწერია ზე 55 ლარი. ვისაც გიყვართ თევზაობა, ესეთი დასადგამი ფეხი არის. მოვედით. აი ეს არის ორწვერიანი სპინინგი. კაიდასი. ერთი წვერი მოყვება 1 და 7. მეორე წვერი მოყვება 3-დან 12-მდე. 1-დან 7-მდე და 3-დან 12-მდე. 2 და 24-ია სიგრძეში. ეხლა უყენია მსუბუქი წვერი 1-დან 7-მდე გრამაჟობით. არის კარბონის. ძალიან ლამაზი ჯოხი არის, კაიდასი. ორწვერიანი. ფასი აქვს ამ ორწვერიანს 85 ლარი. კაიდა პალატი. მოკლედ აქ სეილია ამ ნივთებზე, რაც აქდევს. სააქციო ფასებია. ძველი ფასი რო ღირდა 14 ლარი, ახლა ღირს 7 და 90, ეს სანათი მოწყობილობები. ეს რა ღირს, ვეფხვის საჭმელი. თუ იმეს დაგაინტერესებთ, აი მეთევზის დანა არის 6.5-ში, ხო? 6 და 90 ღირს. აი ეს საინტერესო მეთევზის დანა. შეკრულია და ყველანაირი კბილი აქვს თევზის დასამუშავებელი, გასატყავებელი და გასაფრთხნელი და წყალში არ იძირება. კარი აქვს ტივტივასავით. მოკლედ 29 ლარი ღირს 40 ლარის მაგივრად. აი ეს მოწყობილობები. ეხლა არის კოჭების ძალიან ბევრი არჩევანი. დიდი კოჭები, ძლიერი კოჭები, ძლიერი თევზისთვის, სუბუქი კოჭები. ეხლა ყველა სათითაოდ ვერ გადავიღებ, ძალიან ბევრნაირი კოჭაა. აი ეხლა ეს ფიდერზე იმუშავებს გადასარევად. აქვს ვაიტრაინერიც. მინდა განახოთ
ვისაც გიყვართ ფსკეროლით და ფიდერით თევზაობა, უფრო რო გამოგადგებათ, ისეთი კოჭები მინდა განახოთ. აი ეს კაიდას, ეს კოჭა მაგალითად გადასაგდებათაც. ნახე რა, ბაჩებნიკები უყენია, რაც მუშაობს. ფასი აწერია, ეს ღირს 88 ლარი? დიახ. ფასი აწერია 88 ლარი და ნახეთ რას მუშაობს კოჭა. ვაუ. მაგარი. თევზის ჩასადები მოწყობილობა. ძალიან კარგი ხარისხის და ძალიან კარგი სიგრძის. რამოდენიმე ფერში და სახეობაში. მეტრაჟობით 3 მეტრო, 2 მეტრო ნახევარი, 2 მეტრო, მეტრო ნახევარი. მოვედით ეგრეთ წოდებულ ტრიალებთან. ტრიალების ფასები 9 ლარი. 7 ლარი. ყანყალები. ყანყალების ფასები 6 ლარი, 5 ლარი. ეგრეთ წოდებული ვობლერები 16 ლარი. $18 ლარი. 8 ლარი, 9 ლარი. რა ვიცი, ყველანაირ ფასიანებია. არის ცოტა დიდი ქარიყლაპიასთვის, ცოტა პატარა ქორჭილასთვის. და არის საქაშპე ვობლერებიც, აი ეს ფერი მაგალითად მაგარია ძალიან ხაშაპისათვის. ძალიან ბევრნაირი ვობლერია. აი ერთი დიდი კედელია ვობლერების. თუ არ მოხვედით და არ არჩიეთ, ფერები არის ძალიან მაგარი დასხმული. და მუშაობს, მინდა გითხრათ სიმართლე. ვაუ, ეს უყვარს ქარიყლაპიას. დაძდებს თავისივე ნაშიერის ფლიფსიტებს და აი ეს მუშაობს ქარიყლაპიაზე მაგრად ძალიან. რა თქმა უნდა არის პატარა ვობლერებიც. საკალმახე, საქაშპე. მინდა განახოთ ყველა, მაგრამ ძალიან ბევრი პროდუქცია არის. აი მუსტადის ვობლერები. და მუსტადის ვობლერები ღირს 25 ლარი. ყანყალები. ყანყალების ფასები არის 8 ლარი. სატყუარები დიდი ზომის. ესენი ყანყალებია. სხვადასხვა ზომის და წონის, რა თქმა უნდა. მინდა განახოთ სააქციო ფასები. 2.20 ღირს, 3.90 ღირს. 2.20 რა ღირს? აი ეს. Windows. აი ესეთი ვობლერი ყანყალა. 7.90 ფანარი. 17 ლარი აი ეს დიდი ფანარი. ძუები. ამ ძუებს რა ფასი აქვს 600 მეტრიანს? 15 ლარი. 600 მეტრი. 0.30. ანუ 0.3-ია ზომა. ზომები ალბათ სხვადასხვა იქნება. ეს 0.32-ია.
ეს 50-ია. უგლეთ. მაიკებიც კი არის ფასტაკლებაში. ეს მაიკები რა ფასიანებია? 9.90, ანუ 10 ლარი. ფერებში არის, რა ფერიც მოგეწონებათ. მოკლედ. ძალიან ბევრია პროდუქცია. ყველას გადაღებას ვერ ვახერხებ. კიდევ სპილინგის ჯოხები. სხვადასხვა ტესტის, სხვადასხვა სიმძლავრის და სხვადასხვა ფირმის. ოღონ ხარისხზე აქვს ზოგიერთი ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია და თქვენ თვითონ უნდა მობრძანდეთ და ნახოთ. აი ეს არის ძლიერი სპინინგი. ეტყობა გასაყრელებზეც კიდევაც. რომელსაც ტესტი აქვს. ძალიან ძლიერი, კაიდასი 2.70-ია სიგრძეში. კაიდა პანტომი. მოვედით მეთევზეების ჩანთები, სადაც მოწყობილობებს აწყობენ შიგნით, ხელთათმანები და თევზის გამოსაყვანი ჩოგან ბადეები. ჩოგან ბადეების ფასები არ ვიცი, მაგრამ აქ აწერია 85 ლარი. და თუ შეხედავთ, ვისაც გაინტერესებთ, ალუმინის არის. ანუ ძლიერია. ამას აწერია 92 ლარი. დიდია, საკმაოდ დიდია, 130 ლარი. საკმაოდ დიდია და საკმაოდ ძლიერია. არ არის სუსტი. ძალიან მაგარი ტაქტიკური ლოვას ბათინკები, ჩემი საყვარელი ბათინკები. არის გასაბერი მატრასები, არის ნავები, არის გასაბერი ელექტროძრავები, ეგრეთ წოდებული насосები. აი ძალიან კარგი ნავი არის Shark 3. მოკლედ ეს თევზის გამოსაყვანი არის ძალიან მაგარი ლითონი. აი ეს. მე ვიცი ვისაც უნდა ეს ჩემ მეგობარს ეძებს კარგი ხარისხისას, რომ არ გაუტყდეს. ანზორ არის ლითონის. ამას ფასი რა აქვს? 58 ლარი? აუ, ანზორ გვიყიდია მაშინ და ეგა. 58 ლარი ღირს აი ეს რკინის მოწყობილობა. რა ხელა თავი. და სურკინა. აბატო. მოკლედ მობრძანდით რა ძალიან ისიამოვნებთ ამ მაღაზიით. არცალია უბრალოდ კონსულტანტს რომ დამელაპარაკოს. და ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ იმდენი პროდუქციაა, იმდენი რომ რიგში უნდა ჩადგეთ, რომ კონსულტანტთან მიხვიდეთ. ხალხი არის სულ არის ამ მაღაზიაში ხალხი. არის ეგრეთ წოდებული როდპოტები, ანუ სათევზაო ჯოხის დასადები. ფასი აწერია 50 ლარი. აღარ ვსაუბრობ ტივტივებზე, იმდენნაირი მოწყობილობა არის აქ ტივტივების, რომ აჰა, თქვენ თვითონ ნახეთ, ფერის, ზომის და წონის მიხედვით არის აქ ტივტივები. აქ არის გამზადებული საადავეების გემსკავების ჩასაყრელი ყუთები და კოვოს დამცავი პირბადეც კი, რომელიც ალაზანზე ძალიან დაგჭირდებათ. ვინც ყოფილხართ იქ და გიგემიათ რამდენი კოღო ტრიალებს. რა თქმა უნდა, აქვთ ჭიები, თეთრი მატლი თუ გაქვთ. აქვთ თეთრი მატლიც. თეთრი მატლი. გვაქვს ხოლმე რა ჭიები? თეთრი მატლი. გუგლუჯი, თეთრი მატლის წითელი ჰიბრიდი მატლი რო არის. დიახ. ნაკელის ჭია, მიწის ჭია. და ეგ არის რა ძირითადად ეგენი გვაქვს. ნაკელის ჭია, მიწის ჭია, თეთრი მატლი.
წითელი ჰიბრიდი და ბუღულიჯი ბუღული. გქონდა ძალიან ხშირი. აი ეს ლესკა რა არის მაინტერესებს ძალიან. აი ეს წნულია 500 მეტრიანი და ვის 24-ია. და ზომების მიხედვით გააქვთ. ესო 0.12 რა. 0.1 ანუ სპინინგზე რო მუშაობს და ღირს 24 ლარი ღირს 500 მეტრი წნული. ტივტივაზე და ასე შემდეგ იმუშავებს გადასარევად. მოდი ახლა ამ სტენდსაც გადავყვეთ. საკვებურები ფიდერის ბევრნაირი ძალიან. ფასებიც იწყება 4, 5, რა ვიცი, ყველანაირი ფასიანი. ანკესის ისა ყოჭების ეგრეთ წოდებული სახელურები 5 ლარი ღირს ფასი. ისევე ტყვიები მრავალნაირი, ძუები ძალიან ბევრნაირი. და ძალიან ბევრნაირი სალაშქრო დანები ეგრეთ წოდებული. ეხლა ბევრი იტყვის, რომ დანისტარების უფლება არ მაქვს, მე გეტყვით, სათევზაოდ და სანადიროდ თუ ხართ, გაქვთ დანისტარების უფლება. თუ არა ხართ სათევზაოდ და სანადიროდ, ქალაქში და რუსთაველზე არ გაქვთ დანისტარების უფლება, თუ არ ხართ შეიარაღებული ძალების პენსიონერი. ისიც მაიორი და ზემოთ. მოკლედ, ზემოდანაც გადავიღებ ამ მაგიდას. ისევე ტივტივების ნაირსახეობები ძალიან ბევრნაირი. ძალიან ბევრნაირი ტივტივები და ნემსკავები ისევე. ხო, საინტერესო არის ეს პოპაპები სიმინდის მარწყვის გემოთი, ანანასის გემო, რა ვიცი, ყველანაირი გემო აქვთ. რა გემო გნებავთ. ეგრეთ წოდებული ვანკა შამაიაზე მუშაობს. და თქვენ თუ გაქვთ ბანკის განვადება დაუშვათ. გადანაწილება არის, ხო, საქართველოს? არის საქართველოს ბანკის განვადება, თუ იმეს დაგაინტერესებთ და ბევრი რაღაცა საღებას დააპირებთ და მოგინდებათ. მოკლედ, თქვენ ვეღარ მოიცალეთ ჩვენთვის და კიდევ ხალხი და დაგემშვიდობებით მაშინ. რა ვიცი, ესე 9 საათიანი გამოვიდა ეს ვიდეო, მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა თქვენ საუბარი რომ ყველაფერზე ხალხს უნდა მიაქცია ყურადღება. კი გენათ. ჩქარება ზომი გარბის სოციალოდებიან და მოდი მაშინ დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კიდევ გესტუმრებით, საქონელი თქვენთან არ გაჩერდება, კიდევ შემოვა სხვადასხვა პროდუქცია და კიდევ ერთი ვიდეო, ოღონდ ისე გადავიღოთ მერე ხალხის გარეშე. მადლობა ყურადღებისთვის. კარგად გამდებოდი.